დღეს იქნება გრანდიოზული ვიდეო და რატო იქნება დღევანდელი ვიდეო გრანდიოზული? იმიტომ რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში ქრისტის შევასწავლით ჯარის ცხოვრებას, ქრისტის გავატარებ ჯარის კარატის და ქრისტისგან დავაყენებ ნამდვილ ქართველ მებრძოლს. მზად ხარ მებრძოლო? კი. არ მომწონს მოტივაცია. შენ მხოლოდ უნდა იცახდე დიახს, არანაირი კი, არანაირი ხო, არანაირი არაფერი, მხოლოდ დიახ. შენგან მეტი არაფერი არ გავიგო და სანამ არ გეტყვი მანამდე არ ილაპარაკო. მზად ხარ მებრძოლო? დიახ. და მანამდე ხალხო, სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, აუცილებლად დალაიქეთ ჩვენი ვიდეო, რომ უფრო და უფრო მეტმა ხალხმა ნახოს და რა თქმა უნდა, გააქტიურე ზარზღლაკი, რომ პირველი შენ მოგივიდეს ჩვენი ვიდეო და პირველმა შენ უყურო ჩვენი ვიდეოს და უყურო ქრისტის ნამდვილ დაჯვას. ჩემში დემონი გაიღვიძებს დღეს ქრისტი, დემონი! სვერა, ზორდი, დაწე, ატეკ, მებრძოლო, ატეკ! დავიწყეთ ვიდეო. არავის გეგონოთ რომ მე ვხუმრობ, არავის გეგონოთ რომ მე ვღლისინებ, რადგან მე დღეს მაქვს გეგმაში რომ ქრისტისგან დავაყენო ნამდვილი ქართველი მებრძოლი, რომელიც ყველა დაბრკოლებას გადალახავს, რომელიც იქნება ისეთი ძლიერი როგორც არასდროს. ამიტომ მოემზადეთ ზღვა ემოციებისთვის, რადგან ქრისტისთვის მაქვს გამზადებული ისეთი ძლიერი, ისეთი რთული დავალებები, რომელსაც თვით უძლიერესი ჯარისკაციც კი ვერ გადალახავს. იმისათვის რომ კარგად დავიმალოთ და მტერმა ვერ აღმოგვაჩინოს ამ უღრან ტყეში რა უნდა უკნათ ამისათვის მებრძოლო? უნდა დავიმალოთ. არანაირი შიში, არანაირი დამალვა. იცი რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ავიღოთ და კომოფლირება გავიკეთოთ. აიღე, აი აქ ხედავ ამდენი ტალახი არის, ამდენი ტალახი, აიღე ეს ტალახი და ეს ტალახი წაიჭრის სახეზე, რომ შენი სახე არ გამოჩნდეს ამ ტალახიან ადგილას. შენ დღეს იქნები ნამდვილი ტალახი. არის. გავიგე. რა შელოდები მე მებრძოლო, აიღე ტალახი და წაიცვი. რა საკეთებ მებრძოლო? რა საკეთებ მებრძოლო? ხელები გაწიე მებრძოლო. სახე დამანახე. სახე დამანახე. აი ეს არის ნამდვილი მებრძოლი. კარგად შეიზილე. შენ ეს მაზი გიგონია? არა. აბა რატო ისვავე შენ ნელა ამ ტალახს? აიღე, ტალახი ნუ გერიდება. ეს არის მიწა, რომლითაც ჭამ, რომლითაც არსებობ და წაისვი როგორც მაზი. როგორ ფიქრობ დაატენიანა შენი სახე? ძალიან დაატენიანა. ესე იგი თუ სახე დაატენიანა, მაშინ ტანიც უნდა დავატენიანოთ. დაწეკ ეს ტალახი შეთვის გამომზადე მებრძოლო. დაწეკ და დღეს ნახავ როგორია ტალახში გორაობა. დაიწყე მებრძოლო, ხო ხარ რაც შეიძლება სწრაფად, რომ ბრძოლის ველიდან თუ ბრძოლის ველზე მოხვდები, გახვიდე იქიდან რაც შეიძლება მალე, რომ არ მოგხვდეს აი ამ ზურგში, აი ეს ტყვიები, რომელიც ძალიან მწარე იქნება. იცი რატო იქნება ის ტყვიები მწარე მებრძოლო? იცი მებრძოლო, იმიტომ რომ აქ კუთები არა გაქვს, აქ პუნტუშები გაქვს. იბრძოლე, იხოხერო რაც შეიძლება. ბევრი კუნთი გქონდეს მებრძოლო, ბევრი კუნთი. წავიდა, იომე, გადატრიალდი მებრძოლო. გადმოტრიალდი ისე მებრძოლო, კარგია, მომწონს უკვე როგორი ტალახი ენცხა. ადეკ მებრძოლო. არ ვარ გადაწეკ მებრძოლო, დაწეკ, კარგად უნდა ამოისვარო, კარგად უნდა ივარჯიშო. შენ ქალი არ ხარ, შენ ხარ ლომი, შენ ხარ მებრძოლი. წავიდა აჯიბანიები, აზიდოები მებრძოლო. 1, 2, 3, 4, 5. კარგია, ადეკ მებრძოლო. დაწეკ მებრძოლო, არ ვარ წავიდა ხოხვა. წავიდა. როგორ ფიქრობ მებრძოლო, კარგი იყო ტალახში ხოხვა? კი, ძალიან კარგი იყო. დაღლილი არ ხარ მებრძოლო? კი, ძალიან დაღლილი ვარ. მე რა გითხარი, მებრძოლები არასდროს არ იღლებიან. შენ არასდროს არ უნდა დაიღალო, რადგან სამშობლოს დაცვაში არავინ არასდროს არ იღლება მებრძოლო, დაიმახსოვრე. არის, გავიგე. გაიმეორე რა ვთქვი მებრძოლო. რა გაიგე? ვის მოატყუე შენ მებრძოლო? მე ხო გითხარი სამშობლოს დაცვის დროს არავინ არასდროს არ იღლება. სამშობლოს დაცვის დროს არავინ არასდროს არ იღლება. გაფასებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც სამშობლოს და საქართველოს იმსახურებით.
დარწმუნებული ვარ ყოველდღიურად იმაზე რთულ დავალებებს ასრულებთ, ვიდრე მე დღეს გავაკეთე. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე ბევრად უკეთესები ხართ. დააფასეთ ხალხო ის ადამიანები, ვინც ჯარში არიან და ვინც თქვენთვის სიკვდილზე არიან წამსვლელები. აუცილებლად კომენტარებში ხალხო დაუწერეთ გული ამ ხალხს, იმიტომ რომ ჩვენთვის ყველაფერს აკეთებენ, ჩვენ ტკბილად გვძინავს და სადმე საახლობოში ვიმეს თუ ყავთ ან ოჯახში უთხრეთ, რომ გიყვართ, პატივს ვცემთ მას საქმიანობას და აფასებთ, რასაც აკეთებს თქვენთვის. ასევე არ დაგავიწყეთ ჩემი გამოწერა ამ ტანჯვისთვის, იმიტომ რომ ესეთი ტანჯვისთვის მზად არასდროს არ ვარ. დაასაბსქრაიბეთ ჩვენი არხი, დაგვალაიქეთ და დააკომენტარეთ ჩემნაირად თუ გაძლებდით ესეთ პირობებში. მოკლედ, თქვენი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ამ ვიდეოდან ძალიან ბევრი ადამიანი გამომიწერს. თქვენთვის ერთი წამის საქმე არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ქრისტის გონია რომ მორჩა და ყველაფერი იქნა, მაგრამ არა. ისი მარტივად არაფერი არ ხდება სამხედრო სამსახურში და მე მისთვის ისეთი რაღაცეები მაქვს კიდევ მომზადებული, რომელიც მას კოშმარშიც კი არ დასიზმრებია. ხო ხედავ როგორი ტალახიანი ხარ, როგორი ბინძური ხარ, როგორ არ გავხარ შენ საკუთარ თავს. კი, ძალიან კარგი. ზუსტად ამის გამო ეხლა მე და შენ წავალ ძალიან მაგარ, ძალიან ღრმა და ძალიან დიდ მდინარეში და ვიბანავებთ იქ ოღონდ ხოხვით, ოღონდ ტანჯვით, ოღონდ ვარჯიშით და ოღონდ ტერზე გამარჯვებით. გავიგე! მოტივაცია! ძლიერი! ძალიან კარგია. წავიდი. სირბილი მებრძოლო, სირბილი დამანახე რომ ბევრი შეგიძლია, დამანახე რომ ხარ ძალიან ძლიერი. უნდა რაც შეიძლება ბევრი ვირბინოთ. დინარემდე უნდა მივირბინოთ, მე რა რო 10 კილომეტრია, მე რა რო 100 კილომეტრია. ჩვენ აუცილებლად უნდა მივირბინოთ. დინარემდე რათა გავძლიერდეთ და გავხდეთ ყველაზე ძლიერები. ტერზე გამარჯვებისათვის მე მგონი ვერ მეწევი, სწრაფად მებრძოლო, სწრაფად. მოვედით ხალხო ამ ტანჯველ ადგილას და დრო დადგა იმისი რომ ქრისტი უაბანაოთ და ვანახოთ რა არის ნამდვილი მთისძალა. მზად ხარ? მზად ვარ! აბარად, დაცეკ მებრძოლო წყალში, დაცეკ. ძალიან მაგარია ხალხო. სწრაფად იარე მებრძოლო, იარე. ეს არაფერი არ არის სამხედრო დაბრძოლებებთან. ადეკ მებრძოლო, შენ ეს გგონია სამხედროობა? ადეკ მებრძოლო, რანაირად იძირები? ადეკი მებრძოლო, ფეხზე ვერ დავდგენ ხარ, შენ მებრძოლი ხარ, აქეთ გამოდი. ჩაცეკი სასწრაფო წყალში, შენ თავი აკვაპარკში გგონია? დაიწყე მებრძოლო ხოხვა, დაიწყე, კარგია, წავიდა. 1, 2, 3, 4, 5, 6 წავიდა გაყვანინება სიმბალავა და ემკავს ნამდვილ მებრძოლს. კარგია მომწონს, ტანჯვა მომწონს. ადეკ მებრძოლო, ადეკ. არ ვარგა, დაცეკ მებრძოლო, დაცეკ, ძალიან ელაშვები, ძალიან ელა, დაცეკ მებრძოლო, დაცეკ. ადეკი ისევ, ადეკი ეს არ არის, ეს არაფერი არ არის, ადამიანო. ჩემთან. რა მაკარონი ვიტიქცევი, ეს რანაირი საქციელია. ადეკ მებრძოლო, გეყო, ადეკ. როგორ ფიქრობ? რთული იყო? არა! ძალიან კარგი მებრძოლო. მაშინ გავაგზავნოთ ჩვენი ურთულესი დავალებები. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად რთული არის მდინარეში ხოხვა. ძალიან ძლიერი ტალღა აქვს ამ მდინარეს და გაწვევა და ვერ მიდიხარ წინან საერთოდ გაბურთავებს ამ მდინარეში ქვასავით. ჯერ ხო ქვები გხვდება, ამ ქვებზე დადიხარ და გტკივა ყველაფერი. მე კიდე ძალიან ცივი, აი კატასტროფა, აუტანელია რა. ძალიან სუსტი ვარ, ვაღიარებ, რომ ძალიან სუსტი ადამიანი ვარ. ხელები ისე მტკივა, რომ ესე ვერ ვწევ, აი ამის ზევით ვიღარ წევ, იმიტომ რომ ძალიან დამეღალა. კომენტარებში დაწერეთ, ვის შეგიძლიათ, რომ ესეთი სირთულის დავალებას გაუძლოთ. სანამ ყველაზე რთულ დავალებაზე გადავალთ, რომელიც ქრისტიმ უნდა შეასრულოს, მანამდე უნდა ვაცადოთ ქრისტის, რომ მააშენოს თავისთვის ტყეში, არაფრის გარეშე, სახლი, ქოხი და რაც მთავარია, დაანთოს ცეცხლი. ისევ და ისევ არაფრის გარეშე. მანამდე კი, სანამ ქრისტე ამ ყველაფერს იზავს, ყველას ძალიან გთხოვთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ, დაგვიდექით გვერდში, რადგან თქვენი გვერდში დგომა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვანახოთ მთელ მსოფლიოს, ვანახოთ მთელ საქართველოს, რომ შეგვიძლია გამოვიწეროთ ძალიან სწრაფად, ძალიან მალე და ავიყვანოთ ჩვენი გვერდი 200,000 გამომწერზე სულ რაღაც ერთ ვიდეოში. გიორგი მითხრა, რომ ქოხი ააშენეო.
ფაქტიურად ნაწილობრივ ქოხი აშენებული მაქვს, იმიტომ რომ მე ვარ სპეციალისტი ქოხების მშენებლობაში და იმედი მაქვს რომ ამაღამ აქ არ დავჩებით დღეში, იმიტომ რომ არ მინდა. ავაშენე სულ რაღაცა ორი ნივთისგან, აი ესეთი მცენარისგან და ტოტისგან. იმიტომ რომ მე შემიძლია ჰაერისგანაც შევქმნა სასახლე. ახლა კიდე განახებთ როგორი ნაწილობრივი ქოხი გამომივიდა და ერთად დავასრულოთ თან. აი ესე გამოიყურება. ესეთი ლამაზია. უბრალო, ეხლა გრანდიოზული არ მინდოდა, მარტივი ავაშენე. კომენტარებში დაწერეთ, რამდენად სპეციალისტი გავხდი ქოხების მშენებლობაში და ვინ მარჯობებს ქოხების მშენებლობაში. ახლა წავალ, ფოთლიან ტოტებს ვიშოვი, გადავხურავ ჩემ ქოხს და всё, დასრულებულია ქოხის მშენებლობაც. წავედით. ძალიან დავიღალე, მაგრამ დაბასრულე ჩემი ქოხის მშენებლობა. ძალიან მაგარი გამომივიდა სხვათა შორის, მარტივად. შენ მებძოლო გონია რომ ეს არის ქოხი? აბა? ეს რა ქოხია მებძოლო? ეს რა ქოხია? შენ ამას ქოხს ეძახი? ამან რას უნდა გაუძლოს? ამან წვიმას უნდა გაუძლოს? ამან გარს უნდა გაუძლოს? თუ ტყვიებს უნდა გაუძლოს, რომელსაც მტერი გესურის? როგორ ფიქრობ მებძოლო? ეს არის შენი აზრით სახლი? ეს რანაირი სახლია? 2 წამში დავანგრიე შენი სახლი, შენ ამას სახლს ეძახი? შენ და საბედნიერო დღეს სახლი არ დაგჭირდება, იმიტომ რომ დღეს აქ დარჩენას არ ვაპირებთ მებძოლო, მაგრამ დაგჭირდება აი ეს ორი ჯოხი. ამ ორი ჯოხით უნდა აანთო ცეცხლი. თუ გინდა რომ მიირთვა დღეს საჭმელი და დაინაყრო შენი აი ეს გასიებული ღიპი. არ მაქვს გასიებული ღიპი. გასიებული ღიპი გაქვს, აბა რა გაქვს? ცხოვრებაში ორი ჯოხით ცეცხლი არასდროს არ დამინჭა, აი ესე რომ უხახუნო, არასდროს. თეორიის დონეზე ვიცი, იმიტომ რომ სკოლაში მასწავლეს როგორ უნდა დაინთოს, მაგრამ არ დამინთია, ბენზინს ვიყენებდი ან რაღაცა ქაღალდებს და ისევ ანთებდი. დღეს გამოვცდით, მართლა არის თუ არა ეს შესაძლებელი, უნდა ვუხახუნოთ და ხახუნის შედეგად წარმოიქმნება სითბო და მერე გამხმართ ფოთოლზე, ეგ ნაპერწკალი უნდა მივაგდოთ, რომელიც წარმოიქმნება საბოლოოდ, მაგრამ მე რატომღაც მგონია რომ ამას დაჭირდება სადღაც 1-5 დღე მაინც. იმიტომ რომ წარმოუდგენელია, მიდი და უხახუნე რა. ხელი დამეგალა. აუ ბოლი მინდა რომ აუშვას, იმიტომ რომ ნანახი მაქვს TikTok-ში ეგეთი ვიდეოები. მიდი! შეგიძლია ქრისტინა. შენი აინტერ მენაპოლირება გაგიკეთე. დამეღალა ხალხო ხელები მომტყდა. აღარ შემიძლია უკვე ვეღარ ვაკეთებ. უხახუნი, აღარ შემიძლია ამდენი ხახუნი რა. შენ მებძოლო რა გინდა თქვა რომ ცეცხლი ვერ დაანთე? და არაპირებ დანთებას? არ გამოდის, რანაირად უნდა დაენთო? რა არ გამოდის? ნაკვერცხალიც კი ვერ გააჩინე, უბრალოდ გაათმე ჯოხი. არ გამოდის რა. მე შენთვის გემრიელი საჭმელის მოცემა მინდოდა, მაგრამ მე მგონი შენ გემრიელი საჭმელის ჭამა არ გინდა. როგორ არ მინდა? არ გინდა როგორ ჩანს, ცეცხლი თუ ვერ დაანთე გემრიელ საჭმელს როგორ შეჭამ? სანთებელა გამოვიყენო. სწორედ ამის გამო შენ მიიღებ ძალიან ცუდ საჯელს, იმიტომ რომ 1 საათია თუ 9 საათია აეგ ზიხარ და ცეცხლი კი არა, ნაკვერცხალიც კი ვერ გააჩინე მებძოლო. ნახვამდის შენ გელოდება სასჯელი, ძალიან რთული სასჯელი. გამაჩინე ნაკვერცხალი კაცო, აბა სხვა რა არის ეს? არ მაინტერესებს მებძოლო, მხოლოდ სასჯელი. არასწორია ეგ, არასწორი. რა არის მებძოლო არასწორი, ჰა? ვინ არის არასწორი? რახან ქრისტინ ვერ დაართო ცეცხლი, შესაბამისად ვერ შეჭამს წესიერ საჭმელს, მაგრამ ქრისტი დღეს შეჭამს აი ამ კატის საჭმელს, რომელიც არის ყველაზე მყრალი, ყველაზე უგემური, ყველაზე მომწამლელი ადამიანისთვის, ამიტომ თუ კი ვინმე დააპირებთ კატის საჭმლის შეჭმას, არასდროს არ სცადოთ ეს, რადგან შეიძლება უბრალოდ მოიწამლოთ. მოგშივ და მებძოლო. კი! მებძოლები რა საჭმელს ჭამენ, იცი? გემრიელ საჭმელს, სამხედრო საჭმელს. მართალი ხარ, ნამდვილი მებრძოლები ჭამენ ძალიან გემრიელ საჭმელს, მაგრამ შენ ხარ ფინია, კატა, შენ მებრძოლი არა ხარ, ამიტომ შენი ბოლო დავალება დღეს იქნება, რომ აი ეს უსაზიზღრესი, მომწამლელი კნუტების საჭმელი ჭამო, რომელიც ადამიანებისთვის საერთოდ არ შეიძლება. მზად ხარ ამისთვის? მზად ვარ. არ მომწონს მოტივაცია. ძლიერი. მზად ხარ? კი. დარწმუნებული ხარ, აბა შეჭამ? არა. დარწმუნებული ხარ? კი. თუ
ღერში ვერ შევჭამი რა მომივა. რა თქვი მებრძოლო? არა, შევჭამ, გემრიელი იქნება თქო. რას ქვია, ვერ შეჭამე? შენ იცინი ხარ მებრძოლო? არა! მებრძოლები არ იცინიან? მაგ საჭმელსაც დაკარგავ ხა იცოდ. არ ვიცი ეს რო შევჭამო რამე მომივა თუ არა, მაგრამ ძალიან შია და უნდა ვჭამო. ო. უნდა ვჭამო. სხვა გზა არ მაქვს. აუ. ბიჭო რა სუნი რა მოწონთ ამას ცხოველებში. იმე ჩინელები რო ჭამენ, აი იმის სუნი აქვს ზუსტად. და ამას დავიჯერჯარის გაზებს აჭმევენ თუნდაც ისე. ოი წვალების დროს, არა მგონია. ავიყაროთ ხელზევა. აუ, აუ, ფუფ, ფუფ, ფუფ. 1 2 3 ახლა გავიგებ ჩემ კატას რა მოწონდა ამ ჟელეში. პირველად ვერ დავღეჭე. შემდეგი უნდა ვცადოთ. ეხლა შემდეგში უეჭველი უნდა დავღეჭო. შენი კარტი. არ მინდა ძმაო ამას ვერ შევჭამ, მოვკვდები. რაში მებრძოლო შენ რა გადააგდე საჭმელი? საჭმელი გადააგდე მებრძოლო? არა. შენ წერზე როგორ უნდა გაიმარჯვო როცა საჭმელი გადააგდე? ადეკ დროზე, ადეკ წარმოიდგინე რომ ეს არის შენი დაჭრილი თანამებრძოლი, აი ეს შენსავით კუნძი არის. აი ეს კუნძი და წავიდა ათრია ეს კუნძი, აი ხელში დროზე წავიდა. შენი თანამებრძოლი დაიჭრა და შენ ესე ნელა გაკავს ბრძოლის წველიდან. სასწრაფოდ რაც შეიძლება სწრაფად სწრაფად მებრძოლო. სწრაფად სულ ეს ახარ ეს არის შენი ბრძოლის უნარიანობა. შენ ამისთვის არც ერთი თანამებრძოლი არ გეტყოდა მადლობა. შენთან ერთად ბრძოლა არ შეიძლება, რადგან შენ ხარ კატა ეს რა არის სწრაფად. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და იმედი მაქვს რომ ძალიან მოგეწონათ ეს ვიდეო. იმედი მაქვს რომ ერთხელ მაინც გაგეცინათ ამ ვიდეოში ჩვენი მიზანიც ეგ იყო რომ თქვენ გაგაღიმოთ. ჩვენი მიზანი ყველა ვიდეოში ეგ არის რომ თქვენ გაგაღიმოთ. ქრისტი შენ როგორ გრძნობ თავს? ძალიან დაღლილი ვარ. ძალიან. ჩემი მართლა ყველაზე დიდი თხოვნა არის რომ გამოგვიწერო პირველ რიგში გამოგვიწერო გადაუზიარე შენ მეგობრებს ეს ვიდეო, გააქტიურე ზარიზღილაკი და რა თქმა უნდა ლაიქი წვიტე. დაწეკი! შენ ვის უთხარი? დაწეკიო. შენ ვის უთხარი? დაწეკი. დაწეკ, მებრძოლო და აკიწეკი. მთელი დღე აკიწეკი. იცინი ხარ? შენ აქ პლაჟზე გონია თავი. გადაბრუნდა.